გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა გითხრათ, რომ ვინაიდან ჩავწერე პატარა გაშლა მიწისა და წყლის სტიქიაზე, არ მინდა დავწყვიტო გული ჰაერისა და ცეცხლის სტიქიას, ამიტომ გადავწყვიტე ამ სტიქიებსაც გავაკეთო პატარა ჩაწერა იგივე დასტებზე. ლენორმანისა და კიბერის დასტებზე. ცეცხლი და ჰაერი დარჩენილი აგვისტოს 2 კვირის ენერგიებით. ცეცხლი იქნება კიბერის დასტებზე, ცეცხლის სტიქია. ხო, სხვათა შორის გავიგებ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა თურმე არ იცის, რომელი ზოდიაქო რომელ სტიქიას მიეკუთვნება. და გავამახვილე ყურადღებას და მინდა გითხრათ, რომ ცეცხლის სტიქიას, ეხლა რასაც გაშლას ვაკეთებ, ცეცხლი ამ სტიქიას მიეკუთვნება ვერძი, ლომი და შვიდოსანი. და ვნახოთ, რას თავაზობს სამყარო ცეცხლის სტიქიას ამ დარჩენილი 2 კვირის ენერგიით, ანუ აგვისტოს ბოლომდე. ურთიერთობა, საზოგადოებასთან კავშირი, ჰარმონიული ურთიერთობა საზოგადოებასთან. ვიღაცა ჩაკეტილ სივრცეში იმყოფება, შესაძლებელია ეს მივიღოთ პირდაპირ როგორც იღეს, შეიძლება იყოს ვინმესთან პატიმარი, თუ ვინმესთან პატიმარია, მინდა გითხრათ, რომ ამ პატიმრობისა და ციხიდან თავის დაღწევა იქნება უახლოეს პერიოდში, საზოგადოებასთან კავშირზე დაფუძნებით და იქნება თავისუფალი, იქნება თავის სახლში და დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას, მაგრამ ყველასთან არ განიხილება ზუსტად პირდაპირ ენერგიებით, როგორც პატიმარი და მინდა გითხრათ, თუ სამსახურის გამო რძნობთ ჩაკეტილ სივრცეში თავს და ვერ აღწევთ გარეთ გასვლას, მოგზაურობას, თავისუფლებას, თუმცა თვეც ზუსტად იგივეა დაახლოებით, ბევრი აიღებს შვებულებას გაავას იმოგზაურებს იქ, სადაც მას უნდა. ზოგისთვის შეიძლება მოგზაურობაზე უკეთესი ისეთი დაღლი იყოს სახში ჯდომა და დასვენება უკეთესი იყოს, როგორც აი აქ არის ადამიანი და ამით არის მოკალათებული თავის სივრცეში და ისვენებს. ყოველ შემთხვევაში არის თავისუფლების მოპოვება, ზოგისთვის პატიმარი თუ ვინმეს ყავს ამ პატიმრობიდან თავის დაღწევა, ზოგისთვის იქნება სამუშაოდან აღებული დროის მონაკვეთი, შვებულება ჩვენებურად რომ ვთქვათ და დასვენება. მიუძღვნის საკუთარ თავს ამ 2 კვირას. შესაძლებელია მეცაც, მე უბრალოდ 2 კვირის ენერგიები განვიხილე. ადამიანი ჩაკეტილი სივრციდან გადის საზოგადოებაში, აი ასე რომ ვთქვათ. კიდევ ვნახოთ დავამატოთ, რადგან აქ რამე ისეთი არ იყო. ეხება სამსახურეობრივ სფეროს, ადამიანი ძალიან დასტრესილი, ადამიანი გადაღლილი, ადამიანი დასვენებას მოწყვეტილი, თავისუფლებას მოწყვეტილი და ადამიანი იგრძნობს თავს ძალიან ლაღ მდგომარეობაში. შესაძლებელია ზოგმა შვებულება აიღოს და ამ შვებულების დროს მოხდეს დაქორწინება და სწორედ დაქორწინებასთან კავშირში იყოს ეს შვებულება, მოგზაურობა და დასვენება. აქ ადამიანი ძალიან გადაღლილი, ძალიან ნამუშევარი, ადამიანი დასტრესილი მუშაობისგან და ადამიანი ნახულობს გამოსავალს, რომ ცოტათი შეუმსუბუქოს ეს ენერგიები თავის საკუთარ თავს
მიცეს საკუთარ თავს დასვენება და ენერგიების აღდგენა. ზოგიერთების შემთხვევაში კი ეს იქნება ქორწინებასთან დაკავშირებული და არ გამორიცხავ ქორწინებასთან დაკავშირებით მოგზაურობას. შეიძლება ზოგთან ასედაც იყოს, რომ ქორწილის მოგზაურობა არჩიოს დასვენება და წავიდნენ სამოგზაუროდ. მიანვით დაკავშირებით ცეცხლის სტიქიას, ეს იყო თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია, რაც მე მომაწოდა ზოგადად ინფორმაცია დასტა და დასტან მოცემული ინფორმაცია გადმოგეცით მე თქვენ, ასე რომ ვისთანაც ასრულდება მე თქვენ კეთილ მოგზაურობას და ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ. ახლა კი გადავინაცვლებ ჰაერის სტიქიასთან და ჰაერის სტიქიაზე გაშლას გავაკეთებ ლენორმანის დასტით. ნახოთ, რას თავაზობს დასტა ჰაერის სტიქიას. ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება ტყუპები, მიეკუთვნება სასწორი და მიეკუთვნება მერწყული. არც ამაზე გავამახვილებ ყურადღებას და რამოდენიმეჯერ ვიტყვი და აუხსნი ადამიანებს თუ რას ნიშნავს ესა და ის სტიქია. შესაძლებელია თუ ადამიანმა არ იცის და რა აქვს ურთიერთობა ასეთ დასტებთან რამე, შესაძლებელია სტიქია უცხო პლანეტად მიაჩნდეს. და ვნახოთ, რას თავაზობს დარჩენილი 2 კვირის ენერგიები ჰაერის სტიქიას, ტყუპებს, სასწორს და მერწყულს. თქვენთვის დახურული ინფორმაცია, რაღაც ინფორმაცია, პირველ რიგში მინდა გითხრათ ისიც, რომ კარც მაინდა-მაინც, ჩემს დასტას მაინდა-მაინც დიდი სურვილი არ აქვს, გაგიმხილოთ ეს ინფორმაცია, მაგრამ მიაქ რას ვაკეთებ, ერთი არკნით, დასტიდან ერთი არკნით, ერთი კარტით საუბარი არ მიყვარს, ვის არ დავასუსტე და მინდა გითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასტას არ უნდა ამ ყველაფრის ახსნა და ლაპარაკი, მე მაინც ვიცი აქ რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, რა მოხდება. შესაძლებელია ცოტა აგვისტოს გადაცდეს, მაგრამ აქ არის დახურული ინფორმაცია სამყაროდან თქვენთვის ის, რომ თქვენ გელოდებათ ადამიანის სასიყვარულო სფეროში. ადამიანი, რომელიც იქნება თქვენთვის ზედგამოჭრილი და ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა იქნება მეგობრულ ურთიერთობაზე დამოკიდებული. ბევრთან ეს ურთიერთობა იქნება დაკავშირებული ქორწილთან და ვისთანაც ქორწინებასთან დაკავშირებით არ იქნება, მინდა გითხრა, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი მეგობარი ძალიან ახლო ერთგული მეგობარი, რადგან ეს არკანი ზოგადად მიუთითებს ძალიან დიდ მეგობრობას. და მე გამიჩნდა კითხვა, უბრალოდ მე მიჩნდება კითხვა, რას შემოიტანს ეს მეგობარი თქვენთვის. ადამიანი არის ძალიან გულწრფელი, ადამიანი არის დადებითი ენერგიებით განწყობილი, ადამიანი არის ყველა მხრიდან, რომელი მხრიდანაც არ უნდა გადავხედოთ, ყველა მხრიდან ადამიანი იკითხება დადებით ენერგიებად, ასეთი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრობა. და ნახოთ, მეგობრებო, ძალიან ბევრთან, ყველასთან არა, მაგრამ ძალიან ბევრთან 100%-დან 80% ეს ურთიერთობა არის იქნება ქორწილი, შემოიტანს ქორწინებას თქვენ ცხოვრებაში. შესაძლებელია თქვენთან უკვე ლაპარაკიც იყოს ამ ყველაფერზე და ვისთანაც საუბარი არ არის შესაძლებელია ადამიანის შორიდან გაკვირდებოდათ და
გაგცედოთ ყურადღებას, რომელიც თქვენ არ იცოდით და არ გქონდათ ინფორმაცია და სწორედ ამიტომ ამოვიდა დაკეტილი ინფორმაცია, დახურული ინფორმაცია, შესაძლებელია თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ამ ადამიანის მიმართ და ადამიანი მალე გამოგიტყდეთ ამ ყველაფერზე. მაგრამ ადამიანი, რომელიც შემოვა თქვენ ცხოვრებაში, მინდა იცოდეთ, რომ ეს არის საუკეთესო ადამიანი, რომელიც მოგიტანთ ძალიან დიდ ბედნიერებას. და იქნება თქვენი ერთგული, მაგრამ უნდა უფრთხილდეთ ჭორებს, რადგან სადაც არის ბედნიერება, დიდი ბედნიერება, იქ ყოველთვის არის მოშუნე ხალხი და უნდა ერიდოთ მოშუნე ხალხს, ხალხი მოყურადებულია თქვენზე, საჭორებნოთ. ის იცოდეთ, არ დაგამწყდეთ, ერიდეთ ჭორიგანა ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს აქ ჩემი დასტები ამბობენ, რომ ჩემი კარტები ამბობენ, რომ ეს ჭორიგანა ხალხი თქვენ ვერაფერს დაგაკლებს, აქ იქნება ძალიან მდგრადი, ძალიან ძლიერი ურთიერთობა, რომელსაც მტერი ვერაფერს დააკლებს. აქ არის ძალიან ძლიერი არკანები ამოსული და მე თქვენ გითხარით ასევე, რომ ზოგთან იქნება 80%-თან იქნება ქორწინება და დარჩენილ 20%-თან ეს იყოს შესაძლებელია იყოს მეგობრობა, უბრალო მეგობრობა, თუმცა ამხელა როცა მეგობრობა ამხელა ენერგიებზეა დამოკიდებული, უბრალოებას ვერ დაარქმევ. ეს იქნება ძალიან საუკეთესო მეგობარი თქვენ ცხოვრებაში, ეს იქნება მეგობარი, რომელიც ძალიან ბევრს გააკეთებს თქვენთვის. და ეს იქნება მეგობარი, რომელიც სამუდამოდ დარჩება თქვენ ცხოვრებაში, რადგან ის არის გულწრფელი, ამ ადამიანმა იცის მეგობრობის ფასი და ეს არის ადამიანი ენერგიებით, რომელიც ნამდვილად უნდა შემოვიდეს ყველას ცხოვრებაში და ვისთანაც ეს იქნება მეგობრულ ურთიერთობაზე აგებული. ბეჭედი ასევე მიუნიშნებს საბუთების გაფორმებას, რაღაცის დასტურს, შესაძლებელია სამსახურეობრივ სფეროშიც იყოს ასეთი მეგობრობა, სადაც ენერგიები მოიტანს ეს ენერგიები მოიტანს თქვენთვის საბუთების გაფორმებას. საბუთების გაფორმება აქ მეგობრებო არის ძალიან ახლო მეგობრობა. მე ქორწინების შანსი აქ 80% ვთქვი, მაგრამ გაიზარდა მომდენო კარტმა პროცენტობა უფრო მაღლა აწია, 85% აქ იქნება ქორწინება და დარჩენილი 15% შემოგთავაზებთ საუკეთესო მეგობარს და ზოგიერთთან შესაძლებელია ეს მეგობარი იყოს სამსახურებრივ სფეროსთან დამოკიდებული კავშირში და საბუთების გაფორმება. საბუთების გაფორმება, რომელიც შეუწყობს თქვენს მეგობრობას ხელს, რათა იყოს უფრო ხანგრძლივი თქვენი ურთიერთობა. მე კი ახლა ამიტომ მშვიდობებით ყველას ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო გაშლა გამოვიდა, უფრო მეტი საუკეთესო ვიდრე მიწისა და წყლის სტრიქის, თუმცა არც ის არ იყო ცუდი და მე ყველას წინსვლას, ბედნიერებას და გახარებას გისურვებთ პირად ცხოვრებაში. ნახვამდის.